ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიისგან სოლიდურ თანხებს იღებდნენ. რა ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებსა და მიღებულ დაფინანსებებზე, რომელთა შესახებაც იმედმა დეзинფორმაციული სიუჟეტი მოამზადა და როგორ მივყავართ სიუჟეტის წყაროს ვიქტორ ორბანის Patriots for Europe-მდე. 9 ივლისს იმედმა დეзинფორმაციული სიუჟეტი მოამზადა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტები აქვს გაფორმებული. სიუჟეტიდან კადრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც გაავრცელა. მითების დეტექტორის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ იმედის სიუჟეტში დასახელებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ოდენობა არა ორგანიზაციების მიერ რეალურად მიღებულ, არამედ პროექტების საერთო ბიუჯეტს ან ბენეფიციართა ქვეყნებზე განაწილებულ მთლიან დაფინანსებას ასახავს. პროექტებიდან მიღებული გრანტები ემსახურება სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ჩართულობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას, ცნობიერების გაზრდას ადამიანის უფლებების შესახებ, დოკუმენტური კინოს გავრცელებას კინოთეატრების ფარგლებს გარეთ, არატრადიციულ სივრცეებში, როგორებიცაა ბიბლიოთეკები და სკოლები. იმედი აღნიშნავს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სიას ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი უნგრეთის მემარჯვენე ფრთის, ფიდესის მიერ ჩამოყალიბებული და უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტში დაანონსებული Patriots for Europe არის.